მოგესალმებით. მე ვარ ვიტო ონიანი და ეს არის გადაცემა ჩრდილოვანი წესრიგი. ვაგრძელებთ იმ ფარდის ჩამოხსნას, რომელიც მიღმაც იმალება გლობალური მართლობა. უხილავი ძალა, რომელიც გავლენას ახდენს სამყაროზე, ქვეყნებზე და თითოეულ ჩვენგანზე. წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ინფორმაციული ომი, როგორ იმართება ცნობიერება და როგორ იქნება არჩევანის ილუზია. დღეს კი გადავდივართ კიდევ უფრო ძლიერ მექანიზმზე, ფულზე. არა იმ ქაღალდზე, რომელიც ჯიბეში გვაქვს, არამედ იმ სისტემაზე, რომელიც წყვეტს ვის ექნება ფული, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს და ვინ დარჩება მორჩილ პოზიციაში. ფულზე კონტროლი ეს არის ღრმა ძალების მთავარი იარაღი. ფული გახდა არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ პოლიტიკის, მედიის, სუვერენიტეტისა და იდეოლოგიის მართვის ბერკეტი. დავიწყოთ მთავარი კითხვით, ვის ეკუთვნის მსოფლიო ფული? ეს კითხვა დღემდე რჩება უპასუხოდ ხალხისთვის, მაგრამ სრულიად ცხადია ელიტებისთვის. ჩრდილოვანი მმართველობის ბერკეტების მოქმედებები განსაკუთრებით კარგად ჩანს მაშინ, როდესაც ვიხსენებთ კონკრეტულ კრიზისებს. თითქოს ბუნებრივად წარმოქმნით ქაოსს, რომელიც სინამდვილეში კარგად გააზრებული და ორგანიზებული პროცესია. მოდით ახლა ერთად გადავხედოთ იმ კონკრეტულ ფინანსურ ძალებს, რომლებიც რეალურად მართავენ ეკონომიკურ პროცესებს და გავიგოთ თუ როგორ გამოიყურება ეს ბერკეტები კონკრეტულ მაგალითებში, მაშინ, როდესაც ელიტები მოქმედებენ კულისებიდან. 1913 წელს შეიქმნა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა. თითქოს ეროვნული ბანკი, მაგრამ რეალურად კერძო ბანკების ალიანსი, რომელიც არ ემორჩილება არც პრეზიდენტს და არც კონგრესს. აშშ-ის კონგრესმენი რომ პოლი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ამბობდა, ციტატა: "ფედერალური რეზერვი ემსახურება არა ხალხს, არამედ ბანკირების ელიტას." ციტატის დასასრული. სწორედ ფედის მეშვეობით შეძლეს ელიტებმა გავლენის მოპოვება ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე, ინფლაციის კონტროლი, კრიზისების შექმნა და ბოლოს ფულის ბეჭდის უფლება. ფედერალური რეზერვი მართავს აშშ-ს, მაგრამ არსებობს ერთი უმაღლესი საფინანსო ცენტრალური ორგანო მთელი მსოფლიოსათვის. ეს არის შვეიცარიაში მდებარე საერთაშორისო განსახლებების ბანკი, იგივე BIS, ძალაუფლების ცენტრალური კოშკი. ეს ბანკი არ ემორჩილება ეროვნულ კანონმდებლობას და ფარულად წყვეტს მსოფლიოს 60-ზე მეტი ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას. და ასევე აკონტროლებს ევროპის ცენტრალურ ბანკსაც. მეორე მსოფლიო ომის დროს კი BIS ოფიციალურად თანამშრომლობდა ნაცისტურ გერმანიასთან, რის შემდეგაც შეუფერხებლად განაგრძო მუშაობა თითქოს არც არაფერი მომხდარა. ახლა კი დავსვათ კითხვა: ეკონომიკური კრიზისების შემთხვევითობაა თუ მართვადი მექანიზმი? 1929 წლის დიდი დეპრესია, 1997 წლის აზიური ვალუტის კრახი, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი. ყველა ეს მოვლენა დაიწყო იმით, რომ უცბად გაუჩინარდა სესხი, ლიკვიდობა და ღირებულება. სცენარი ყველგან ერთია: კრიზისი, ქონების ხელახალი განაწილება და ერების ეკონომიკური დაქვემდებარება. ამის შემდეგ კი გამოჩნდებიან გლობალური მხსნელები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, იგივე IMF-ი და მსოფლიო ბანკი. სინამდვილეში ამ ინსტიტუტებს აქვთ მხოლოდ ერთი ამოცანა: დაამყარონ ფინანსური წესრიგი, საკუთარი წესები. როგორ მოქმედებს ეს? გაძლევენ კრედიტს და სანაცვლოდ გიწესებენ პირობებს. შეამცირეს საბიუჯეტო ხარჯები, გაყიდეს სახელმწიფო ქონება და სტრატეგიული ობიექტები უცხოელ ინვესტორებს. შეამცირეს სოციალური ხარჯები და მოაშორეს სუბსიდიები ხალხს. შეცვალეს შრომის კოდექსი, განათლების სტრუქტურა, ჯანმრთელობის სისტემა. და ბოლოს, შექმნილი ლიბერალიზებული ბაზარი. ეს არის ეკონომიკური კოლონიალიზმი, როდესაც ქვეყნები ინარჩუნებენ ფორმალურ დამოუკიდებლობას, მაგრამ სინამდვილეში ვერ წყვეტენ საკუთარ ბიუჯეტს, ეკონომიკას და ეროვნულ პოლიტიკას. ეკონომიკური კოლონიალიზმის კარგი მაგალითია საბერძნეთი. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ საბერძნეთს დაეკისრა მკაცრი აუდიტორული კონტროლი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ერთობლივი მოთხოვნით. სანაცვლოდ მიიღეს კრედიტები, მაგრამ ამ თანხებს თან ახლდა ისეთი პირობები, როგორიც იყო სოციალური ხარჯების შემცირება, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია და გადასახადების მკვეთრი ზრდა, რამაც კიდევ ერთხელ უფრო გააღრმავა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. პრაქტიკულად საბერძნეთი გადაიქცა ეკონომიკური ბრძანებების შემსრულებელ ტერიტორიად, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სუვერენული სახელმწიფო იყო. მსგავსი სქემა გამოიყენეს ნიგერიაშიც, სადაც IMF-ის რეკომენდაციით გაუქმდა სასურსათო სუბსიდიები. შედეგად კი გაჩნდა მასობრივი გაღარიბება და შიმშილის ტალღა. ამ ყველაფერს ქვია ვალის მარყუჟი, როდესაც ქვეყანა იღებს კრედიტს და გონია რომ ვითარდება, მაგრამ სინამდვილეში ყოველწლიურად მცირდება მისი სუვერენიტეტი. ფინანსურ ღრმა სახელმწიფოზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხოთ ჩვენი ქვეყნის მაგალითსაც. საქართველო უკვე წლებია ფინანსური კონტროლის ქვეშ იმყოფება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან გაფორმებული მრავალწლიანი პროგრამები ხშირად მოითხოვდნენ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას, სოციალური მხარდაჭერის შეზღუდვასა და ენერგეტიკული ტარიფების სრულ ლიბერალიზაციას. ამავე სისტემამ წაახალისა საბანკო სექტორის გაძლიერება რეალური ეკონომიკის, განსაკუთრებით კი ინდუსტრიული და აგროსექტორის ხარჯზე. მაგალითად, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სწორედ მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით ჩატარდა ენერგეტიკის რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს სესები და სტრატეგიული ობიექტები ეტაპობრივად გადაეცა უცხოელ ინვესტორებს. პროცესში ხშირად მონაწილეობდა IFC, იგივე მსოფლიო ბანკის შვილობილი კორპორაცია, როგორც თანადამფინანსებელი. შედეგად, ენერგორესურსები და სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებები დაექვემდებარა გარე კონტროლს. ანალოგიური მიდგომით განვითარდა სოფლის მეურნეობის რეფორმაც, სადაც სუბსიდიების შემცირება და მიწის ბაზრის ლიბერალიზაცია ძირითადად უცხოურ კორპორაციებს აძლევდა ხელს. ამ სისტემურ ტრენდს დაემატა ESG სტანდარტების დანერგვა,
რაც ხშირად გამოიყენება როგორც ბერკეტი უცხოური ღირებულებების გადმოსატანად, გარემოს დაცვის, გენდერული პოლიტიკისა და რეგულაციების ენით შეფუთული. მაგრამ ამ ფონზე ბოლო წლებში გამოჩნდა ალტერნატიული მიდგომა. 2012 წლიდან ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო ვალის მართვის პოლიტიკის გადახედვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილის როლი, როგორც მეწარმის, მმართველისა და ქველმოქმედის, რომელმაც პირადი ჩართულობით არაერთხელ შეამსუბუქა საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულება. დაწყებული შიდა ინვესტიციების წახალისებით, დამთავრებული სახელმწიფოს ვალდებულებების გადახდის გარანტირებით კრიზისულ პირობებში. მან შექმნა რეალური წინააღმდეგობა იმ ფინანსური ზეწოლისგან, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუტები ახორციელებდნენ წარსულში. ფინანსური ელიტები მოქმედებენ უსუსური დემოკრატიის ფონზე. მათი მთავარი იარაღია ინფლაცია, ვალი და რეკომენდაციებად შეფუთული დიქტატი. თუმცა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ებრძვის ღრმა გავლენებს და მას ჰყავს ეროვნული ხედვის მქონე ხელისუფალი, შესაძლებელია ეკონომიკური თავდაცვის გაძლიერება. დღეს საქართველოს აძლიერებს საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს. ავითარებს ადგილობრივ წარმოებასა და შიდა ინვესტიციებზე ორიენტირებულ ეკონომიკას. მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული ვალებისა, საქართველოს ეტაპობრივად ახერხებს ფისკალური დამოუკიდებლობის გამტკიცებას. სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურა თანდათან გადახალისდა. უფრო მეტი თანხა მიემართება შიდა ინვესტიციებზე და ნაკლები სავალდებულო მომსახურებას. ეს პროცესები არ ნიშნავს სუვერენიტეტის სრულ მოპოვებას, მაგრამ ცხადად მიუთითებს სწორი სვლის მიმართულებებზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ ტოვებს იმ მატრიცას, რომელსაც ვალი და კრედიტი ჰქვია. ფული ეს არ არის მხოლოდ ანგარიშის საბანკო ბარათზე. ეს არის კონტროლის სისტემა, ის გვარნახობს პოლიტიკას, ფასებს, განათლებას, მედიცინას და ხშირად ჩვენსავე მომავალს. ფულის მეშვეობით ღრმა ძალებს შეუძლიათ აკონტროლონ სახელმწიფოები ისე, რომ არც კი გამოჩნდნენ საჯარო სივრცეში. ეს არ არის ეკონომიკა, ეს არის მმართველობის ახალი მოდელი. უხილავი, მაგრამ რეალურად მოქმედი. სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს ეს სისტემა, დაინახოს ვინ დგას მის უკან და ისწავლოს თუ როგორ უნდა შეამციროს ამ სისტემის გავლენა საკუთარ თავზე, ოჯახსა და ქვეყანაზე. ამით ვასრულებთ მორიგ ეპიზოდს, თუმცა ბრძოლა გრძელდება. დღევანდელი ეპიზოდით დავინახებთ თუ როგორ მოქმედებს ღრმა ძალები ფულის მეშვეობით. ხოლო შემდეგ ეპიზოდში ვნახავთ თუ როგორ იყენებს ჩრდილოვანი სისტემა სამხედრო კონფლიქტებს, როგორც სარეზერვო იარაღს იმ მომენტისთვის, როცა ეკონომიკური ბერკეტები აღარ ამართლებს. როდესაც ვალუტა ვერ ახერხებს დამორჩილებას, იწყება ომი. ვის მიერ იგეგმება ომები? რატომ იმართება ისინი ხშირად დემოკრატიის დაცვის სახელით? როგორ იყენებს ღრმა სახელმწიფო გლობალურ ორგანიზაციებს ცხელი წერტილების შესაქმნელად, როგორ იქცა ჰუმანიტარული ენა იდეოლოგიურ იარაღად და როგორ გამოიყენება მსოფლიო შეთანხმებები ერის იდენტობის წასაშლელად. ჩვენ ვნახავთ თუ როგორ ცდილობს საქართველოს გადარჩეს რეგიონში, სადაც გეოპოლიტიკური ტაიმბომბები უკვე აწლეულია ციკციკებს. მომავალ შეხვედრამდე ეპიზოდში, სადაც ყველაფერი იწყება აფეთქებებით და მთავრდება კონტრაქტით. მე ვარ ვიტო ონიანი და ეს არის ჩრდილოვანი წესრიგი.